გამარჯობათ მეგობრებო, ღმერთის წინაშე მოარულო, დანო და ძმანო, მოგესალმებით. ახლა მე საინტერესო სიტყვები წავიკითხე, რომ ძველ შუმერულადო ასე გამოითქმოდაო, მე შენ მიყვარხარო, ჩვენ შორისო ღმერთმა გაიარაო. და ამაზე გამახსენდა შემდეგი საინტერესო სიტყვები, ერთი ადამიანი საუბრობდა, რომ ქრისტეს იმიდანო უკვე ისე მოსჩანსო, რომ ეს ყველაფერიო არის ერთიო რა, ერთი იმიდან არის ყველაო. იგივე მახსენდება სხვათა შორის გურჯიევის წიგნიდან, ჩვენ ყველას გვყავს ერთი ზეციერი მამაო და ეს მართალი სიმართლეს ამბობს ამ მომენტში. და ჩემი იმიდა როგორც აღიქმება არის ის, რომ ნახეთ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვცნობთ, რომ ვართ ღმერთისგან, რომ ღმერთისგან არის თუნდაც ესა თუ ის ადამიანი, ეს არის, როგორ თქვა, რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი და რაღაც უკეთესი. რავი, მე პირადად ასე მწამს, რომ ქრისტესეული ცნობიერებაც ეგ არის და ქრისტესეული ისიც ეგ იქნება, როდესაც ეს სათანადო დონეზე აღსრულდება და შესრულდება, რომ ეს განცდა იქნება. ადამიანები, რომლებიც მიაღწევენ ქრისტესეულ ცნობიერებაში ერთობას, მათ ექნება ზუსტადაც, რომ ეს განცდა და ეს იქნება ამ ერთობის მთავარი შემადგენელი, რაც ამ ერთობას შექმნის საბოლოო ჯამში, ამ ერთობის შექმნის დასაბამი იქნება ის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ღმერთისგან, ხო, იდეაში, აქედან მოვდივართ და ღმერთი იქნება ის, რის გარშემოც გაერთიანდება ეს ქრისტესეული ცნობიერებაში მყოფი ადამიანები, რომელთაც თავად ქრისტე დაუდგება, ასე ვთქვათ, ძედ. რავი, საინტერესოა. დავფიქრდით. მე შენ მიყვარხარ, ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა. კარგი სიტყვებია, ლამაზი სიტყვებია და მოდით, ჩვენ შორისაც გაიაროს ღმერთმა. მე თქვენ მიყვარხართ. წარმატებები.